ქუთაისიდან რამდენიმე კილომეტრში არის ადგილი, რომელიც უკაზე შეიძლება ერთი პატარა წერტილი იყოს, მაგრამ ისტორიაში მთელი ტომს მოიცავდეს. წინ ძალიან საინტერესო ვიდეო გველოდება, იქამდე გთხოვთ რომ გამოიწვიოთ ჩვენი არხი და დალაიქოთ ეს ვიდეო. საქართველოში ყოველი ბორცვი, ქვათა გორა, სავსეა ისტორიით, რწმენით და გმირობებით, მაგრამ არის ერთი ადგილი, სადაც მიწაც კი გესაუბრება. მოწამეთ. ქუთაისთან ახლოს ტყეში ჩაფლულ ბორცვზე დუმარეთ დგას მოწამეთას მონასტერი. ადგილი, სადაც რწმენა სისხლში დაიწერა. მეოთხე საუკუნე. დროდესაც ქრისტიანობა ჯერ კიდევ დასჯადი იყო. სწორედ ამ დროს ამ მიწაზე აწამეს დავით და კონსტანტინე მხეიძე. მათ სიკვდილი არჩიეს იმისთვის, რისიც სჯეროდათ და მათი სახელები უკდავკო ამ მიწამ. მეოთხე საუკუნეა. საქართველოს ჯერ კიდევ გადაჭედილია წარმართობით. ქრისტიანობა დევნილია, მაგრამ რამდენიმე გამორჩეული ადამიანები, ძმები დავით და კონსტანტინე, რომიდან საქართველოში ბრუნდებიან. გადაწყვეტენ ქრისტეს რწმენის ქადაგებას. მათი მისია სამწუხაროდ ვერ დარჩა დაუმალავი. ისინი შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. გადმოცემით, ამ ბორცვზე სწორედ მათი სისხლი დაიღურა და სწორედ ამიტომ ეწოდა ამ ადგილს მოწამეთა, მოწამეების ადგილი. სიტყვა მოწამე ქართულად ნიშნავს ადამიანს, რომელმაც სისხლი თავისი რწმენისთვის დადგა. და ეს ადგილი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით იქცა წმინდა ხსოვნის კედლად. სახელი მოწამეთ არა მხოლოდ გეოგრაფიული ტოპონიმია, ეს არის რწმენის ჟესტი, სახელადწეული თავგანწირვა. რამდენიმე საუკუნის შემდეგ, მე-9 საუკუნეში ამ ადგილას აიგო ტაძარი, მოწამეთას მონასტერი, როგორც მოხსენების ნიშანი, როგორც მდუმარე მოწმე იმ რწმენის, რომელიც იდევნებოდა, მაგრამ ვერ წაეშალა. დღეს ეს ტაძარი ცოცხალია. ის მოქმედი მონასტერია, სადაც კვლავ ინდება სანთლები. იმ სისხლის მოსაგონებლად, რომელმაც სახელი მისცა მთელ ამ ადგილს. მოწამეთა მხოლოდ მონასტერი არ არის. ის არის ძველი რწმენის სიმტკიცის სიმბოლო, ისტორია, რომელიც დღესაც ცოცხლობს.